და აი მოვედი მეც როგორც დაკვირდით დღეს რომ კიდევ ჩავწერდი ესე თქვა საჯარო გაშლით თქვენთვის კომენტარებში როცა მე ყოველთვის ვათვალიერებ თქვენს კომენტარებს რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას გიხდით ეს თქვენ თითოეული სიტყვა ჩემთვის ძალიან დიდი ეს თქვა უზარმაზარი ენერგია და ძალიან ჭირდება და ურმესი მადლობა თქვენ და ერთ-ერთ კომენტარის ავტორს გავეც პასუხი რომ რომლის თხოვნაც იყო რომ ჩამეწერა ესეთი გაშლა მოვა თუ არა ანუ დაბრუნდება თუ არა გავეც პასუხი თუ კი ბატონო ჩაგიწერთ მეთქი ხო და მოდი ჩავწეროთ შემოკარგებო დაბრუნდება თუ არა თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება და თქვენთან ჩამოძვირფასება მაქვს თხოვნა ხო თუ ასე თქვათ ამ ვიდეოში იგზავთ სასარგებლო ენერგიას თქვენთვის ვთხოვთ რომ ასე თქვათ დამიბალანსოთ ეს ენერგია და გამოხატოთ ეს ვიდეოს და ლაიქებით და ჩემი არხის გამოწერით რადგან თქვენგან ეს პატარა მოქმედება დიდ ენერგეტიკულ მხარდაჭერას მაძლევს მეც და ჩემს არხსაც რეალურად და დიდ სტიმულს მაძლევს იმისთვის რომ შემდეგშიც სასამართლოდ ჩაგიწეროთ საჯარო გაშლები ხო თქვენი ეს ლაიქი და ვიდეოს მოწონება და არხის გამოწერა ჩემთვის აი ძალიან დიდი ენერგიაა და ამისთვის ძალიან დიდ მადლობას გიხდით ხო და მოდი აი დავიწყოთ უკვე დავიწყოთ გაშლა საკითხის ანუ დაბრუნდება თუ არა მოვა თუ არა თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება კონცენტრირდით საკუთარ თავსა ჩაფიქრებულ პიროვნებაზე ჩაიფიქრეთ სახელები გვარები დაბადების წლები თვეები და რიცხვები და გავშალოთ აი ესეთ ულამაზეს დასტაზე წინა გაშლა იყო ტარო ევას დასტაზე ეს გაშლა იქნება ტარო ადამის გაშლაზე და დასტაზე უკაცრავად და მოდი გავშალოთ ესეთი თემა მოვა თუ არა დაბრუნდება თუ არა თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება თავდაპირველად განხილვა მის ენერგიებს და მოდი ვნახოთ აბა დაბრუნდება მოვა ეს პიროვნება და ჩაფიქრებული ენერგიები რაღაცა დაგეგმარების პერიოდში შეხედეთ რა დღეშია ფიქრობს რა გააკეთოს სამომავლოდ აშკარად ფიქრობს დაბრუნებაზე და როგორი ხერხით გააკეთოს და როგორი ასე ვთქვათ მოქმედებები და როგორი ნაბიჯები გადმოდგეს იმის ფიქრის პროცესშია პიროვნება ხო ფორტუნის ბორბალი ექვსიანი პენტაკლი თასების ტუზი შეყვარებულები რა ვარ მოვა ცხრიანი კვერთხები როგორი ისეთია დამძიმებულია უთქვენოთ სამიანი პენტაკლი და გაშლის ენერგია ოთხიანი პენტაკლებია და მოდი თავდაპირველად დავიწყებ რა თქმა უნდა გაშლის ენერგიით ეს არის ჩვენი ფონური ენერგია ოთხიანი პენტაკლები შეხედეთ ამ არკანს ზუსტად დააკვირდით როგორი ეს არკანი და აი ამ არკანის მიხედვით დავწეროთ ხო პიროვნების ასე ვთქვათ აი გაშლა რაზეც არის დაფუძნებული ისეთ ამ პიროვნებაზეა საერთო ჯამში რა ენერგეტიკა და ახლა რა ენერგეტიკა და ახლა ამ წამში ენერგეტიკაში იმას მოგვითხრობს აი სამიანი კვერთხებით და სხვათა გაგრძელება არის ამ ოთხიანი პენტაკლებიც ხო ოთხიანი პენტაკლები რაც გაშლის ენერგია და ამ პიროვნებიდან გამომდინარე ეს ენერგია მეგუითებს რაღაცნაირად ჩაკეტილობაზე ამ პიროვნების მხრიდან და სიფრთხილეზე ეს პიროვნება ძალიან ფრთხილობს ამ მომენტში ხო თითქოს არ თქვენ და არც ის ეს თქო არის რისკავთ პირველი ნაბიჯის გადადგმას ხვდებით ანუ რომ ის და არც თქვენ არ დგავთ პირველი ნაბიჯს ხვდებით ესე ადვილად რაღაცნაირად იგრძნობა აქ რა მომენტიც აი პირდაპირ თქვა სტატუს კვო შენარჩუნების სურვილი ხო თითქოს მისი მხრიდან ან შიშით რომ ცვლილებამ სტაბილურობა ასე ვთქვათ არ დაანგრიოს ზოგადად მის ცხოვრებაში და სტაბილურობაშიც ახლა არის ხო თვითონ ჩაფიქრებული პიროვნების ენერგია როგორც ასეთი არის სამიანი კვერთხების ენერგია ხო ეს გვიჩვენებს იმას რომ ადამიანი გეგმავს მომავალს და ხედავს ვთქვათ თქვენთან ერთად ურთიერთობას უფრო და უფრო შორს და გეგმავს ამ მომავალს თქვენთან ერთად და ახლა აი ამ ენერგეტიკაში იმყოფება მას რეალურად აქვს სურვილი ამ ურთიერთობის განვითარების თქვენთან ერთად მაგრამ ჯერ აი გაკვირდებათ და ფრთხილად ესე ვთქვათ სიტუაციას სწავლობს რეალურად ხო როგორ და რანაირად რა გააკეთოს ეს ესე ვთქვათ არ არის ურეაქციო მდგომარეობა მისი მხრიდან პირიქით მას ესე ვთქვათ ჰორიზონტზე რაღაც მიზანი რეალურად უჩანს ნუ ამ შემთხვევაში რადგან თქვენზეა გაშლა და თქვენი კითხვა არის სავარაუდოდ ეს იქნება ის ასე ვთქვათ მიზანი თქვენთან განიხილოს შეიძლება თქვენთან იყოს დაკავშირებული რეალურად ეს მისი გეგმები რაც დღესდღეობით მის თავს და მის ენერგეტიკაში ტრიალებს ხო თავარი არკანები როგორც ასეთი პირველი ხაზი არის ფორტუნის ბორბალი სამიანი პენტაკლი ექვსიანი პენტაკლი უკაცრავად
მათ ასების ტუზე. ფორტუნის ბორბალი მიგვითითებს იმაზე, ეს არკანი მიგვითითებს, რომ სიტუაცია არ არის, ასე ვთქვათ, დღევანდელ დღეს, აი როგორ გითხრათ, ფიქსირებული მყარი, ხო, მოვლენები ვითარდება და შესაძლებელია მოულოდნელი შემოტრიალებაც და შემოbrunებაც იყოს თქვენს, ასე ვთქვათ, მდგომარეობაში, თქვენს ვითარებაში, რაც გაქვთ ურთიერთობაში დღესდღეობით, ხო? აქ ესე ვთქვათ, არის კარმული ცვლილებების ელემენტები, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია და აღნიშნავ იმასაც, რომ კარმულია ეს თქვენი ურთიერთობა, თუნდაც ფორტუნის ბორბლიდან გამომდინარე, თუნდაც ასე ვთქვათ, მეორე არკანი ჩემთვის 6-იანი რიცხვი ყოველთვის კარმული რიცხვია, ნებისმიერი 6-იანი, გინდა ხმალი, გინდა პენტაკლი, გინდა თასი, ნებისმიერ თემაში და ასე შემდეგ აღნიშნავს კარმულ არკანს. და 6-იანი პენტაკლები ამ შემთხვევაში გვეუბნება, რომ საუბარია ну 6-იანი კვერთხები ხო საერთოდ. 6-იანი პენტაკლები გვეუბნება, რომ საუბარია ენერგო გაცვლაზე ამ ურთიერთობაში, ხო? დახმარება, ყურადღება, თანაბარი ურთიერთობა, რაც რეალურად სჭირდება ამ პიროვნებას ამ ურთიერთობაში, ის რაღაცნაირად მზადარი, რაღაცა მოგცეთ, ჩადოს თქვენს ურთიერთობაში რაღაც ენერგია, მაგრამ შეიძლება ბალანსის ძიებაში იყოს ახლა ამჟამად, ხო? ვინ უფრო მეტდებს ურთიერთობაში და ვინ ბრუნებს და ასე შემდეგ, ხო? რეალურად ურთიერთობაში, როგორც ასეთი ამ პიროვნებას აკლია ის ყველაფერი აი ამ არკანის მიხედვით, რაც დღეს მას მოვაკლდა თქვენი მხრიდან, ხო? თქვენი მხრიდან რა გქონდა მას ყურადღებას, მზრუნველობას, სითბო და დღეს რეალურად აი ეს ყველაფერი მას აკლია, იმიტომ რომ აქ მიღება გაცემის ბალანსი გარღვეული იქნა თქვენი პარტნიორის მხრიდან და ის ამ ყველაფერს აცნობიერებს და რაღაცეთ მზად არის, რომ თითქოს მოვიდეს, დაბრუნდეს და ჩადოს თქვენთან აი ეს ენერგია და დააბალანსოს თქვენ შორის ეს გაცემა მიღების ენერგია რეალურად, ხო? თასების ტუზი, ასე ვთქვათ, ძალიან ძლიერი არკანია, აქ რაც მოდის ემოციების თემაში, ხო? აქ არის გრძნობების აღორძინება, ემოციების აღორძინება, გულწრფელი გრძნობების გამოღვიძება, გაღვივება, ხო? მით უმეტეს რომ ის გულში თქვენს მიმართ ჯერ კიდევ არის, ასე ვთქვათ, ძლიერი ემოცია და ამას ჩვენ ვერსად ვერ წავულოთ, ეს ასეა. შეყვარებულები, რაც მოდის უკვე შემდეგ მეორე ხაზზე, შეყვარებულები 9-იანი კვერთხები, შეყვარებულები ეს არის არკანი, რომელიც გვეუბნება და მიგვანიშნებს ჩვენ არჩევნის აუცილებლობაზე. ის გასცეთ თქვენ გადაწყვეტილების მიღების წინაშე რეალურად დღესდღეობით, რაც პირდაპირ ეხება თქვენთან მიმართებაში მის ნაბიჯებს. აქ შეიძლება სხვა ფაქტორი ამ პიროვნება ჩართული იყოს რეალურად თქვენს ურთიერთობაში, მესამე პიროვნება, მესამე ფაქტორი, ხო? მაგრამ გულში ეს თქვენ სერიოზული დაპირისპირება მიმდინარეობს ახლა მის თავს. რაც ასე ვთქვათ, მას არაძლევს საშუალებას თავისუფლად იმოქმედოს თქვენთან მიმართებაში და დაბრუნდეს თუნდაც ასე თავისუფლად. 9-იანი კვერთხები ზუსტად ამაზე მიგვანიშნებს, რომ ფრთხილი დამოკიდებულება აქვს მას ახლა რეალურად თქვენთან მიმართებაში, ხო? მას თითქოს უნდა ძალიან რომ თქვენთან მიმართებაში დაბრუნდეს, გამოდგას ნაბიჯები, რადგან გრძნობს, რომ უკვე ბევრი გადაიტანა, დამძიმებულია, რაღაცნაირად ვირთი აქვს აკიდებული ზურგზე და ასე ვთქვათ, რეალურად ფრთხილად ცდილობს თქვენთან ეს თქო ნაბიჯების გადმოდგმას, რომ იგივე რაც მას ეხლა აქვს ენერგეტიკულად, ხო, ეს სიმძიმეები, ისევ იგივე მდგომარეობაში არ ჩავარდეს მომავალში. აქედან გამომდინარე ძალიან ფრთხილად ეკიდება თქვენთან ამ ნაბიჯების გადმოდგმის თემას და დაბრუნების თემასაც. ხო, 3-იანი პენტაკლი ეს არის არკანი რეალური ნაბიჯებისკენ, რომელიც მიგვითითებს, ხო? ეს არის რას გვეუბნება, ხო? თანამშრომლობა, ერთობლივი საქმე, საერთო საფუძველი არ გამოურიცხავს, შესაძლებელია ერთადაც მუშაობდეთ, ან უბრალოდ რაღაცნაირად თუნდაც ერთმანეთის ურთიერთობაზე მუშაობა იყოს, ხო? ამ ურთიერთობაზე ორივე მხრიდან მუშაობაზე იყოს თუნდაც მიმართული ეს არკანი, ხო? შეიძლება ჯერ ეს თქვა პატარა ნაბიჯები, მაგრამ იყოს მისი მხრიდან, მაგრამ როგორც იცით, აი პატარ-პატარა ჯერჯერობით, მაგრამ რეალურად მას გადაწყვეტილი აქვს, რომ გადმოდგას თქვენთან სერიოზული ნაბიჯები, ოღონდ ცოტა-ცოტა მერე, როდესაც აი თქვა ამ პატარა-პატარა ნაბიჯების შემდეგ გამყარდება მისი, ასე ვთქვათ, აზრები და ფიქრები იმასთან მიმართებაში, რომ აი მზად არის გადმოდგას მყარი ნაბიჯები, აი შემდეგ თუ ის დარწმუნდება, რომ ამისთვის მზად არის და ასე ვთქვათ, თქვენიდანაც პირობები აქვს ამ ყველაფრის, გადმოდგავს უფრო მასშტაბურ და დიდ ნაბიჯებს დასაბრუნებლადაც კი და აი რა ვიცი, ჩასაფიქსირებლად რო იტყვია, ხო, აი სულო თქვენთან იყოს, ხო? რეალურად ნახეთ, ნამდვილად ფიქრობს თქვენს და გზნობს ემოციურ კავშირს, ეს არის ცალსახა, ესა თასების ტუზიდან გამომდინარე სიტუაცია, აი გასაღები როგორც ვთქვათ,
ხო, სიტუაციურად გასაღების თემა რომ მოვარგოთ, ხო? ჯერ კიდევ ცვლილებების პროცესში არის ეს პიროვნება და ფორტუნის ბორბალი მოულოდნელად შემოbrunებას პირდებათ ამ ურთიერთობაში, თუ დღეს ასე ვთქვათ, ელოდებით მის დაბრუნებას და შესაძლებელია უკვე იმედიც აღარ გაქვთ, უცებ შემოტრიალდება სიტუაცია და თქვენც რომ არ ელოდებით ისე დაბრუნდება თქვენთან რეალურად ეს ყველაფერი ამას მოასწავლის დიდი შანსია დაბრუნების ხო რეალურად პიროვნება დგას ასე ვთქვათ არჩევნის წინაშე შეყვარებული სარკანიდან გამომდინარე და მიუხედავად შიშების რომელიც ციანი კვერთხებიდან ჩანს დიდი შანსი არის რომ გადმოდეს ნაბიჯი იმიტომ რომ სამიანი პენტაკლით მაინც სრულდება ჩვენი გაშლა ხო სამიანი პენტაკლი ძალიან სერიოზული არკანია ნაბიჯებთან მიმართებაში და ეს გვიჩვენებს რომ ეს ნაბიჯი იქნება რეალური კონტაქტი თანამშრომლობა და საერთო საფუძველზე ასე ვთქვათ დამყარებული ურთიერთობა და შეხვედრა ერთმანეთთან, ხო? რეალურად მაღალი შანსია რომ დაბრუნდეს პიროვნება და მოვიდეს თქვენთან, მაგრამ აი როგორ გითხრათ, ხო, ამას წინ შეიძლება უსწრებდეს მისი აი შინაგანი და შიდა ბრძოლები და გარკვეული დრო სჭირდება, ნამდვილად სჭირდება გარკვეული დრო იმას, რომ ეს მასშტაბური ესეთი დიდი ნაბიჯი გამიგას მეთამართებაში და დაბრუნდეს, ხო? თუ ეხლა ვის გაინტერესებთ ესეთი დაბრუნება, რომელიც არის დღეს დაბრუნდა, ხვალ გაწავიდა, რა მე ვფიქრობ, რომ ესეთი გაშლას არ ვწერთ ჩვენ და ასეთ გაშლას არ ვუყურებთ, ხო? ჩვენ უფრო სერიოზულ ასე ვთქვათ ასპექტებზე ვართ ორიენტირებულები. აქედან გამომდინარე ამ ყველაფრის დრო არის საჭირო რეალურად, ხო? და კიდევ როგორც ასეთი დროის შუალედი ვთქვათ, ხო, რამდენ ხანში დაბრუნდება. აბა ნახოთ დაახლოებით, ხო? კარგი. ეს სამიანი ხმალი ხო ჩავთვის ორიანი ხმალი. მოკლედ ეს არკანები არის პენტაკლების პაჟი, იეროფანტი, სამიანი ხმალი, ორიანი ხმალი. ნახეთ რეალურად ასეთ რაღაცას ვიტყოდი, ხო, დაბრუნება მოსალოდნელია, მაგრამ გადაწყვეტილება სწრაფად ესე ვთქვათ ამ დაბრუნებასთან მიმართებაში არ მოხდება. პირველი ასე ვთქვათ სიგნალები და ნიშნები ან კონტაქტი შეიძლება ასე ვთქვათ შედგეს 2-დან 6 კვირის შუალედში, რაც პენტაკლების პაჟის მიხედვით შემიძლია ვთქვა და ასე ვთქვათ სამიანი ხმლებიდან გამომდინარე, აი ეს ორი შევაერთოთ ერთმანეთთან და უფრო სერიოზული ნაბიჯები და რეალური მოსვლა, იმიტომ რომ იეროფანტი სერიოზული ნაბიჯია, ჩემთვის და რეალური მოსვლა 1-დან 3 თვის განმავლობაში ეს არის იეროფანტი და ორიანი ხმლების კომბინაციიდან გამომდინარე, აი ესეთი რაღაც რო გავაკეთოთ, ხო, ჯვარედინად. მიუხედავად იმისა, რომ გზად იქნება ბევრი ტკივილიანი პაუზა და გაურკვევლობა თქვენს ურთიერთობაში, საბოლოოდ მისი დაბრუნების შანსი მართლა ძალიან მაღალია 3 თვემდე პერიოდში, აი ესე რომ ვთქვათ დაახლოებით, ხო? აი ეს არის დროის შუალედი, რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს პიროვნება და როგორ, ხო? თუმცა ასე ვთქვათ არ იქნება მარტივი სამიანი ხმალი, ორიანი ხმალი, არჩევანია ფაქტობრივად, სამკუთხედშიც შეიძლება მოასწავდეს პიროვნების მხრიდან არჩევანს და არჩევნის გაკეთების აუცილებლობაზე, რომელსაც ის არ აკეთებს და ასე ვთქვათ, ცდილობს რომ გააკეთოს ეს არჩევანი გადადგას ნაბიჯი არჩევნისკენ, მაგრამ ჯერჯერობით ვერ შვება და ნუ 4-იანი პენტაკლი ისედაც მაგას გეუბნება რომ შეზღუდულია რაღაც ვარიანტებში და მოკლედ თქვენი სიტუაცია თქვენ უფრო კარგად იცით და ვისაც უფრო კონკრეტულად გაინტერესებთ ხო სიტუაცია საჯარო გაშლა ძალიან კარგია, მაგრამ ამდენზე ნუ ახლა სერიოზულად რომ შევხედოთ საკითხს ხო? აი როგორ ფიქრობთ ახლა ყველაზე რამდენიც მიყურებთ ყველაზე ერთ-ერთში ვერ რეზონირდება ხომ ასია და აქედან გამომდინარე ამიტომ არსებობს საჯარო გაშლა რომ ყველა მოყუროს და ისე ისე ამოიღოს თავისი ინფორმაცია და დაკმაყოფილდეს ამით და პირადი გაშლა ხო? ეხლა სხვა თემაა, ძალიან მორგებულია. პირადად რო კითხავს დამისვავ და მე მაგაზე გიპასუხებ თქვენ სახელებზე და გვარებზე და ენერგეტიკაზე მორგებულად, ის სხვა რამეა და აქედან გამომდინარე, ვისაც უფრო კონკრეტულად გაინტერესებთ ზუსტი პასუხები, შეგიძლიათ მომმართოთ ნომერზე, რომელიც მითითებული მაქვს. ასე TikTok-შიც მიწერია და WhatsApp-ზე შეგიძლიათ მომწეროთ ოღონდ და არა დამირეკოთ, მომწერეთ და გიპასუხებთ. არ ვიცი ხოლმე ესე ვთქვათ დღეს მომწერე და ხვალ გაგეცი და გაგეცი პასუხი და სხვათა შორის კითხვებზე პასუხიც ძალიან მალევე ვაბრუნებ დაახლოებით 2-3 საათის შუალედში თუ ქალაქიდან გასული არა ვარ. მოკლედ ესეთი ამბავია დაბრუნებასთან მიმართებაში პიროვნების იმედია რომ რა ვიცი მოგაგეცით პასუხი ვისაც გაინტერესებდათ კომენტარის ავტორსაც და სხვა დანარჩენსაც და კიდევ ერთხელ ჩემი დიდხონა იქნება დალაიქოთ ვიდეო თუ თქვენი ენერგია იგზენით ამ ვიდეოში და გამოიწვიოთ ჩემი არხი, რადგან მე მქონდა სტიმული რომ შემდეგში უფრო და უფრო მეტი საჯარო გაშლა ჩაგიწეროთ და უფრო დიდი ხალისით ვაკეთო ეს ყველაფერი და ხო კიდევ აღნიშნავ
ვისაც არ მოგწონთ ჩემი არხი და ჩემი გაშლები, საერთოდ ნურს კომენტარს უნდა მიტყიდე, ნურს მომისმით. საერთოდ არ მწყის, ნუ ხალხმა არ ამწყის. ყველა თავს მაყურებელი ყავს და ეს შემოგზავნილი ხალხი რო ხართ ვიღაცების და თვითონ რო ხართ თვითონ შემოგზავნილები და ეს ვიღაცები ბჭყალებში ავიღებ, ფჭხილებში მოვიხსენებ ამ ხალხს და ვიცი ვინც ხართ რეალურად. კომენტარებს რომ მიწევთ, ჩამოგთვალოთ სათითაოდ სახელებით და გვარებით, რომლებიც ხართ, ანუ მიხედათ თქვენს არხს და თქვენს გაშლებს და წარმატებას გისურვებთ, ჩემს არხს შეეშვით. ნუ დაბოდიალობთ წინ და უკან. საერთოდ არ შემოვიდივარ თქვენს არხზე. არც ერთ ტაროლოგის არხზე არ ვარ შესული, არ მაინტერესებს და იმიტომ და თქვენს ნუ ინტერესდებათ ჩემი გაშლები და ჩემი გამომწერების რაოდენობით, ჩემი კომენტარებით და ნუ ვიძვით იმისთვისა დამაზიანოთ. ვერ დამაზიანებთ, კი არა, ბუმერანგმა კისერში და კეფაში აქ თხლიშოთ, ამის გეშინებდეთ კიდევაც დავამატებ ზემოდან. დაგემშვიდობებით ჩემო კარგებო, მშვიდობას გისურვებთ. კარგად იყავით.